ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემების მიხედვით 3702 უბნიდან დათვლილია 2208 უბანი. შედეგები კი ასე გამოიყურება. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო 50.16%. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 26.65%. დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია 4.86%. რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს, მათ ამ დროის მონაცემებით 4.5% აქვთ. ბურჯანაძე 3.3%, შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტია 3.2%, რაც შეეხება უსუფაშვილ რესპუბლიკელებს, მათ 1.46% აქვთ. ამ დროისთვის ეროვნული ფორუმის მონაცემები კი 0.62%. დანარჩენმა პარტიებმა ცესკოს მონაცემები ჯერჯერობით 1% ვერ აიღეს. და ამ დროისთვის სალომე ქოქიაშვილი უნდა ჩართო ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. სალომე, შენ პირდაპირ ეთერში ხარ. დიახ, განაგრძობს ცენტრალური საარჩევნო კომისია საგანგებო რეჟიმში მუშაობას. აქ ამ დრომდე მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი. მე შეგახსენებთ, რომ სულ ქვეყნის მასშტაბით გუშინ დღის განმავლობაში გახსნილი იყო 3645 უბანი, ხოლო დამატებით 55 უბანი გახსნილი იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ, 40 სხვადასხვა ქვეყანაში, იმისათვის რომ საქართველოს უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ასევე მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრის პროცედურაში. სულ ამ დროისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები ჯამში 3702 უბნიდან დათვლილი არის 2208 უბნის მონაცემები, რაც დაახლოებით შეადგენს საერთო უბნების საერთო რაოდენობის დაახლოებით 60%. თუ ჩვენ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, ამ ეტაპზე საარჩევნო ბარიერი გადალახული აქვს ჯერჯერობით მხოლოდ ორ პარტიას, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ბოლო მონაცემებით 26.60% აქვს, ხოლო ქართულ ოცნებას 50.16% შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო ბარიერის გადალახვასთან ძალიან ახლოს არის პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის მაჩვენებლები, რომელიც ამ დროისთვის 4.86% შეადგენს. ამ ბარიერის გადალახვას საარჩევნო ბლოკს აშორებს მხოლოდ 0.14%. როგორც უკვე გითხარით, გრძელდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლის პროცედურა. ამ ეტაპზე ნელ-ნელა უკვე ქვეყნდება მაჟორიტარული ოლქების მონაცემები. ჩვენ მქონდა საშუალება გადაგვეხედა ხმების დათვლა არ არის ამ შემთხვევაში დასრულებული, თუმცა პირველადი მონაცემებისთვის თბილისის მაჟორიტარული ოლქებისა და თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრ ოლქში დედაქალაქში მოსალოდნელი არის მეორე ტურების გამართვა, ვინაიდან ქართული კანონმდებლობით მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა 50% პლუს 1 ხმას დააგროვებს. რაც შეეხება უკვე თავად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულ ვითარებას და პერიმეტრზე მიმდებარე პერიმეტრზე არსებულ ვითარებას, აქციის დაშლის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე არის სიმშვიდე. ამ ეტაპზე კომისიის შენობასთან ვიმყოფებით მხოლოდ და მხოლოდ მედიის წარმომადგენლები. ჩვენ ველოდებით, რომ დაახლოებით 9 საათისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართება უკვე მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი, რომელზეც უკვე დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდიან კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ ხმების დათვლის პროცედურის შესახებ. სალომე, მადლობა. სალომე ქოქიაშვილი იყო, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გვერდებოდა.